გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები ბავშვებო, გთხოვთ სტეპან პეტროვიჩთან გაიგეცით და გკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. დილიდან რაღაცას ხერხავს, რაღაცას აჭედებს. კარგი ბებია, ვკითხავთ. ой, რას აკეთებთ? ძველ გამოუსადეგარ ფარდულს ვშლი. ცოტა გადამრჩა. თუ გინდა დაგეხმარებით. გმადლობთ. ფიცრების მილაგებაში დამეხმარეთ. ესეც ასე. მის ადგილას ყვავილების დარგვა შეიძლება. მართლა, ახლა რაღაცას გაჩვენებთ. ეს პატარა სახლია. ხის სახლი ჩიტებისთვის. რა მაგარია? ამის გაკეთება და ხეზე დამაგრება კარგი საქმეა. ჩიტებს გადარჩენაში ეხმარება. საოცარია. მერე კი ადამიანებს მხოლოდ ჩიტების დანახვა კი არა, მათი გალობაც აბედნიერებს. რა საინტერესოა? თქვენმა ბებიამ რომ ჩაის დასალევად დამპატიჟა. კარგი, ფიცრებს მერე მივალაგებ. ამას კი თქვენ გჩუქნით, სადაც გინდათ იქ დაკიდეთ. დიდი მადლობა. სტეპან პეტროვიჩ, არინერვიულოთ ფიცრებს ჩვენ თვითონ მივალაგებთ. მოდი ტურბოზავრებს ვაჩვენოთ. ფიცრებს რა ვუყოთ? დაუბრუნდებით და მივალაგებთ საღამომდე ბევრი დრო გვაქვს. საფოსტო ყუთი. ეს სახლია. სახლი ჩიტებისთვის. შესანიშნავი სახლია. მეც ხომ თითქმის ჩიტი ვარ. მეც მინდა სახლი. მოდი მართლა ავუშენოთ ძერს სახლი. შესანიშნავი იდეაა. რის განავაშენოთ? რატომღაც აქ აგურებს ვერ ვხედავ? აგურებს ვერ დაგპირდებით. აი ფიცრები კი გვაქვს. ოღონ უნდა წამოვიღოთ. სტეპან პეტროვიჩის სახლთან დევს. ტურბოზავრებო, წინ. კარგი კადრი გააფუჭე. მე გავაფუჭე კადრი. გააფუჭე? მე ვთქვი გოლომაზე მეთქი. ფარდულის ადგილას სტეპან პეტროვიჩს ყვავილების დარგვა უნდოდა. ეს ადვილია. მაგარია. დო, არ მიმატოვო. ბოლომდე ასე ვიაროთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ ცოტა ფრთხილად. ფრთხილად. შენ ხომ მეგობრისთვის აშენებ სახლს?
ასეთ სახლებს ჩიტებს იმიტომ უშენებენ, რომ თავიანთი სიმღერით ყველა გააბედნიერონა. მე ისედაც ვაბედნიერებ ყველას, მაგრამ სიმღერა ჯერ არ მიცდია. ზერ, შეწყვიტე. რა იყო? საერთოდ არ მოგეწონა ბულ? ჯობია გუგუ დაიძახო, გუგულივით. ამისთვის სიმღერის ნიჭი საჭირო არ არის. გოგო. 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 ბავშვებო, რა ყოჩაღები ხართ? გოგო. 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 საოცარია. ზუსტად 3 საათია. რა ჭკვიანი გუგულია. ბებია, წავიდეთ, სოკო დავკრფოთ. კენკრაც. უჩემოდ წადით. დღეს ბოსტანში ვიმუშავე და დავიღალე. აი, იპოლიტიც წამოვა თქვენთან ერთად. პეტია, მოდი ჩვენ სოფელში სოკოსა და კენკრის მოტანის სერვისი შევქმნათ. ბევრს ხომ მათ დასაკრეფად ტყეში წასვლის დრო არ აქვს. მართალია და ამაში ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. მათთან გავიქცეთ. მართალია, ძალიან კარგი იდეაა. თქვენთან ერთად ვართ. ხომ ასეა, მეგობრებო? მაშინ ყველანი სოკოსა და კენკრის დასაკრეფად წავიდეთ. რა მაგარია. აქ იმდენია, მთელ ქალაქს ეყოფა. მეც ვიპოვე გემრიელი სოკო. სიამოვნებით შევჭამდი, მაგრამ სინდისი არ მაძლევს საშუალებას. ჯერ ერთი ზერ, შხამ სოკო არ იჭმევა. მეორეც განძის შესანახი საწყობი უნდა ავაშენოთ. მართალი ხარ, ბუ? ოღონ ჯერ მშენებლობის გეგმა შევადგინოთ. აქ კონვეირი იქნება, აქ შეფუთვა მოხდება, აქ კი დატვირთვა. ყველაფერი გაიგეთ? გავიგეთ. მშენებლობისთვის დაგჭირდება მორები, ქვები და ნაძვის ტოტები. მე და ტრაკი ფუნდამენტს გავაკეთებთ. თორი და ანკი კედლებს და სახურავს მიხედავენ. ტურბოზავრებო, წინ! ჩვენ კი აქ სოკოს ვუდარაჯებთ. თორემ შეიძლება ვინმე შეჭამოს. კარგი საწყობი გამოვიდა. საიმედო. ახლა შეგვიძლია შეფუთვას მივხედოთ. შემდეგ კი მიტანას. სოფლამდე როგორ მივიტანთ? ეს უკვე ზერმა და დომ უნდა გააკეთონ. ბევრს ნოდადებთ, თორემ მძიმე იქნება. რა საჭიროა ამდენი? რას შვრებით? როგორ არ გცხვენია ზერ? კალათები ბოლომდე უნდა გაივსოს. კარგი. ვნახოთ, ვინ მივა სოფელში პირველი და ვინ დაარიგებს კალათებს. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო.
როგორც ჩანს, დო ძალიან ჩამომრჩა. შემიძლია დავისვენო და შევჭამო. რა მოხდა ზერ? დახმარება გჭირდება? მე ვამოწმებ სოკო იჭმევა თუ არა, იქნებ შხამსოკოა. შენ თვითონ ხარ შხამსოკო. შხამსოკო წითელია და თეთრი კოპლები აქვს. დამეწიე. სულ არ ჩამომრჩენია. და მელოდე. სიურპრიზი ტყიდან. აქ ხომ სოკოა, კენკრა, რა სასიამოვნო სიურპრიზია. გმადლობთ. მოშორდით, წადით. მაგვიანდება. ესეც ასე. სასაულია. ნამდვილი სოკოს წვიმა. ეს სასაული კი არა, ტყის ძღვენის სწრაფი და საიმედო მოტანაა თქვენს სახლში. ისე ამოვნეთ, მე კი სახლში მეჩქარება. მადლობა დო, მინდოდა შენთვის გამესწროდა, აი, რა მოხდა? მეც მიყვარს ისტრაფე, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგამდე მივყავართ ზერ. ჯობია არ იჩქარო და ყველაფერი სწორად და ფრთხილად გააკეთო. ახლა კი სახლში წავიდეთ. სენსაცია! ქალაქთან ახლოს ტყეში ტურისტებმა უზარმაზარი ცხოველი შენიშნეს, რომელიც დინოზავრს გავდა. რა სისულელეა, რას არ მოიგონებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თქვენი მამა სხვა კაცებთან ერთად ტყეში წავა და იმ უცნაურ ცხოველს მოძებნის. ტურბოზავრები უნდა გავაფრთხილოთ. მადლობებია. დიდი მადლობა, ბებია. შენ კი დღეს ჩემთან დარჩი, პაპა ისევ არ შეჭამე. აქ არ არიან. ნუ თუ უკვე იპოვეს. ასე სწრაფად ვერ იპოვიდნენ. აი ისეთ ყოფილხართ, თქვენ გეძებდით, უნდა დაიმალოთ. რა მოხდა? ადამიანებმა დაგინახეს, შეშინებულები არიან. თქვენ საძებნელად მოვლენ, იქნებ მეზობელ ტყეში წახვიდეთ. როგორ წავიდეთ? ჩვენი სახლი აქ არის. თანაც უკვე მრავალი 1000 წელი. ო. კატя, მოდი უფროსებს უთხრათ, რომ დინოზავრების საშიშები არ არიან. ვინ დაგვიჯერებს? უბრალოდ ტყეში აღარ გამაგვეშვებენ. ადამიანებმა ჩვენი არსებობის შესახებ არ უნდა გაიგონ. დიდხანს ვიმალებოდი და ასევე გავაგრძელებ. მივხვდი, უფროსებს შევაშინებთ, ოღონდ ხუმრობით. სათამაშო დინოზავრი უნდა გავაკეთოთ. შენ გგონია უფროსებს სათამაშო შეაშინებთ? ყველა იფიქრებს, რომ იმ კაცს ნამდვილი ეგონა. ჩემი აზრით პეჭამ კარგად მოიფიქრა. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეს არსება ვინმეც შეაშინებს? რა არ მოგწონს ტრაკ? უცხინარ ცხოველს უფრო გავს. რეზინის თუ იქნება მასთან ერთად აბაზანაში ბანაობაც კი შეიძლება. გინდა რომ სხვა რამე შემოგთავაზო? ტირანოზავრი უნდა გავაკეთოთ. რატომ? რატომ? რას ამბობ? კარგი იყოს ტირანოზავრი. რა სილამაზეა, ახლა მართლა საშიში იქნება. საინტერესოა რისგან გამაკეთებთ. რა თქმა უნდა ქარგცეულისგან. ჩვენ ხომ ტყეში ვართ, ტყეც გასუფთავდება. მართალი ხარ, კატя, გენიოსი ხარ. ქარგცეულისგან. ტურბოზავრებო, წინ!
წავიდეთ. შენ რატომ არ გვეხმარები? როგორც მოდელი მეცსარგებელს მოგიტანთ. ძალიან მგავს. აბა არ გააფუჭოთ, მოუსვით აქედან. საშიში ცხოველი იპოვეს. ტყეში იდგა ვიღაცამ ხისგან სკულპტურა გააკეთა. ტურისტებს კი დინოზავრი ეკონათ. მამამ და მისმა მეგობრებმა სკულპტურა ქალაქში ჩამოიტანეს და მოედანზე დადგეს. გამაყვივიდა. ტრაქს უნდა ვაჩვენოთ. მოეწონება. ხუთმეტი? 16? 17? გაჯა, საბავშვო ქალაქში წავიდეთ. იქნებ ახალი საქანელები დააყენეს. არა მგონია. დიდი ხანია იქ არ ყოფილვართ. წავიდეთ. მიდი. კარგია. ხედავ, დაკეტილია. ესე ჩენი ახალი საქანელები, პეჭა. მიდი. ქვიშა, კარგია. საქანელები. ჩვენ კი უკვე დიდები ვართ, მაგრამ პატარები სად ითამაშებენ? პეჭა, როგორ მე უნდა დავეხმაროთ? რამეს მოვიფიქრებთ? როგორ შეიძლება რაღაც გზის გამო საბავშვო ქალაქის დაკეტვა? ბავშვებმა სად უნდა ისეირნონ? ვიღაცებს უნდა დავუკავშირდეთ. მართალი ხარ. პულ, სერ, პეჭა ვარ. ჩემი გესმით, მიღება? უცნაურია, თითქოს რაციის გამოყენება ვასწავლე. მოდი მევცდი. თორ, ტრაკ, თქვენი ხმა გაგვაგონეთ. მაბადია, მაგრამ დღეს შენი დღე არ არის ანკი. კიდევ მოვიგებ. რაცია არავის არ დაგინახავთ? ტოძე ეკიდა. პულ, ანკი, თქვენი დახმარება გჭირდება. დილა მშვიდობისა. ლაპარაკობს ბული. როგორ გესმით ჩემი მიღება? როგორც იქნა, ბულ. სასწრაფოდ მოდით, თქვენი დახმარება გჭირდება. თურბოზავრებო, წინ. რთული ამოცანა, მაგრამ ყველანაირი პრობლემის გადაჭრა შეიძლება. მოდი ყველაფერი დავმარხოთ.
ბულდოზერები, ექსკავატორები. იყო და აღარ იქნება. იდეა მაქვს. ჩვენ ავაშენებთ გვირაბს. გვირაბს? კი, მაგრამ როგორ? აი ასე. ანკი და ტრაკი სათამაშო კონსტრუქციებს აი აქ გადმოიტანენ. პული და თორი ტრანშეას გათხრიან. ზემოდან ტრაკი ბეტონის გადახურვას დააყენებს. შემდეგ კი ტრაკი და ანკი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებენ. მე რა გავაკეთო? დო, ფარებით სამშენებელ მოედანს გაანათებ. ჩემი ფარნის შუქი საკმარისი არ იქნება. მაშინ საქმეს მივხედოთ. ტურბოზავრებო, წინ. ტრაკ, დღეს ნამდვილი სუპერ გმირი ხარ. ესა წავიღოთ. ერთი იდეა მაქვს. ანკი, თორ, ტრაკ, საქმეს მივხედოთ. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ვაშა! ცოტა ჩუმად. დაბრუნების დროა. წუხელმშენებელთა უცნობმა ბრიგადამ საბავშვო ქალაქის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა. პულ შენ ხარ? მოისმინე? ყველაფერი მაღალ პროფესიულად გაკეთდა და რაც მთავარია საბავშვო ქალაქი არ დაზიანებულა. ხომართლა ის ბევრად უკეთესი გახდა. დიდი მადლობა, უცნობო მეგობრებო. ვაშა! ვაშა! როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმაწვიმა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება. შეწყდა? მორჩა. ვაშა! რა უცნაური სალფი გამოაქვეყნეს და ერმა შეხედე? ო, ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. ართალი ხარ იქნებ ხაფაკში გაება, მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა, რომ დაიხჩოს. იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. ზერ, რა მოხდა? წვიმას უღებდი ფოტოებს, წყალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია რომ მოხვედით, გადამარჩინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ, თორი და ტრაკი კი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩქარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. პეტი ახსნის დრო არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია.
ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარეთ. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედა ტბორისკენ წყალსაგდები არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედა ტბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ღრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. სიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო. არა, უყუნდა რიწვიმოს. ამის შემდეგ ივან ცარევიჩმა ბიჭა, შენ მულტფილმი ჩართე, მე ნაყინს მოვუტან. ცოტა შევჭამთ, შეიძლება? ტელევიზორი არ მუშაობს. მაცივარიც არ მუშაობს. ნაყინი სულ გადნა. ელექტროენერგია არ გვქონია. არც მულტფილმები, არც ნაყინი. ასე როგორ უნდა ვიცხოვროთ? ისე ვიცხოვრებთ, როგორც ადრე ცხოვრობდნენ. ძველებურად ვიცხოვრებთ. მე მაქვს ძველი დინამო მანქანა. მას თუ დაატრიალებ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. კარგი, მეზობლებთან გავალ, ნახავ მათ თუ აქვთ შუქი. არ გამოდის. დაჟანგდა. ძლიერად უნდა ატრიალო, რომ ნატურა აინთოს. დაჟანგებულია, როგორ უნდა დავატრიალოთ? მოდი ტურბოზავრები გამოვიძახოთ. ტურბოზავრები გამოიძახეთ? მიეცით პროფესიონალ საშუალებას საქმე გააკეთოს. პროფესიონალს მიეცით საშუალება საქმე გააკეთოს. მართალია, შენ კი ზერ დასაზვერად გაფრინდი, გაიგე რატომ არ არის აქ შუქი. ტურბოზავრებო წინ,
ტურბოზავრები წინ! ტურბოზავრებო წინ! ტურბოზავრებო წინ! ტურბოზავრებო წინ! ტურბოზავრებო წინ! ტურბოზავრებო წინ! ელექტროენერგია იმიტომ არ არის, რომ ერთ-ერთი გენერატორი წაიქცა და ასე რატომ იყურებთ? გენერატორი ძლიერი ქარის გამო წაიქცა. ეს პროპელერი რად უნდა? ის დინამო მანქანასავითაა. ოღონდ აქ ქარი ატრიალებს ფრთებს, ისინი კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რომელიც შემდეგ მაცივარსა და ტელევიზორს ამუშავებს და შუქით წინთება. ქარის გენერატორი რომ შევაკეთოთ, თავის ადგილზე უნდა დავაბრუნოთ. ტრაკ, შენ მას ასევ. ჩვენ დაგეხმარებით, შენ კი ზერ, ალამი დაგვიქნიე, როცა გასწორდება, გასაგებია? გავიგეთ? ტურბოზავრებო, წინ! კარგია? ასეთ? აი, ასე. უბრალოდ სიღრმე შევამოწმე. ფრთხილად ძალიან ღრმა ორმოა. ახლა ფუტკარს ვიგერიებდი. ბოც, უფრო მაღლა უნდა წამოვდოთ. ანკის გვარლი კი მოკლეა. ვიცი რა არის საჭირო. მაგარია. ვაშა! ავწიეთ! ვაშა, ახლა ქალაქს ისევ აქვს ელექტროენერგია. ხუთსუჩი გამაგრდება და ქვასავით გახდება. ვერანაირი ქარიშხალი ვერ წააქცევს. კოჩს რა ვუყოთ? უნდა დავიჭიროთ. ტურბოზავრებო, კოჭი შევაჩეროთ, წინ! ელექტროენერგია ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოგონებაა. ბებია, დინამო მანქანა დავატრიალეთ, ნატურა კი მაინც არა ინთო, რატომ? ნატურა ხომ 100 წლის წინ გადაიწვა. გამარჯობა, საით გაგიწევიათ? ლაშქრობაში მივდივართ ნამდვილი ტურისტებივით. სადილისთვის დაგელოდებით, ტურისტებო. ლაშქრობა ძალიან მაგარია, მაგრამ დღეს წვიმა გამოაცხადეს. ჩვენ კარავი გვაქვს, წყალგაუმტარი. კიდევ შორია. კარავი მძიმეა, დავიღალე. მოითმინე, ნამდვილმა ტურისტებმა შეიძლება ერთი კვირა ატარონ კარავი. წვიმაც იწყება. კატამ ხო გაგვაფრთხილა. კარგი. აქ დავდგათ კარავი. მაგარია. ნამდვილი ლაშქრობა. ნეტავ როგორ არიან ჩემი ტურისტები? ალბათ დასველდნენ. ღრმა, ჩვენ კი ცურო არ ვიცით. სახლში მინდა. სადილის დროა. შვიდად? საჭმელი აქ მოვძებნოთ. კუნძულზე.
სადილის დროა ბიჭები კი ჯერ არ დაბრუნებულან. უკვე ნერვიულობ. წადით წამოიყვანეთ. თქვენ ხომ ჩვენი ტყე ძალიან კარგად იცით. რა თქმა უნდა დეიდა ნორა, ახლავე. და ღვეზელები წაუღეთ, იქნებ მოშივდეთ. თქვენ თვითონაც მიირთვით. მადლობთ, მალე დაუბრუნდებით. სადილისთვისაც არ მოვიდნენ. მოკლედ უნდა ვიპოვოთ. ზერ შენი იმედი გვაქვს. სამძებრო პტერადაქტილი გაზაფრენად მზად არის. ხომ გითხარ რომ საჭმელიც უნდა წამოგვეღო? არანი და კომპასი წამოვიღე. კომპას ვერ შეჭამ, მე კი მშია. რთული ამოცანაა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. შეხედეთ. ეს არის კუნძული. ორია და ფედია აქ არიან. გარშემო წყალია. აქ კი ტბა არის. ჩვენ გავთხრით არხს, საიდანაც წყალი ტბაში გადავა. კარგად ნახეთ. სტიქიური უბედურება, წყალდიდობა. ტურისტები მატერიკს არიან მოწყვეტილები. შვიდა ძერ, უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ. ახლა ბორესა და ფედიას გადარჩენის ოპერაციას დავიწყებთ. მანამდე კი დაზარალებულებს ეს ღვეზელები წაუღეთ. ეხლა დეიდას ღვეზელებს შევჭამდი. არხის გათხრას ტბიდან დავიწყებთ, ანკი. წაქცეული ხე მოაშორე, ხელს შეგვიშლის. ბულთორ, არხი გათხარეთ. ძერ, შენზე ვიდან ყველაფერს ხედავ. მიმართულება გვიკარნახე. ჩემი მიმართულებით გათხარეთ. პირდაპირ დასავლეთ ჩრდილო აღმოსავლეთით. ტურბოზავრებო წინ! მიწის ქვეშ რაღაც მაგარია. შესაძლოა ქვა არის. უნდა ამოვიღოთ. შემოვლითი გზის გათხრას ბევრი დრო დასჭირდება. ტრაკ, შენი დახმარება გვჭირდება. ბულს დაეხმარე. ოჩახ ტრაკ, შენ ბორიამ და ფედიამ არ უნდა დაგინახონ. აქ მარტო მოვიწყენ. მე დავრჩები შენთან. ნახო წყალი როგორ წამოვა. ვიშველეთ! აქ ვართ! გადაგვარჩინეთ, გთხოვთ! ძალიან გთხოვთ! ამიტომ მაშველები გამოვიძახეთ. მადლობთ. მაშველები ასე სწრაფად რატომ წავიდნენ? ჩვენ თვითონ უნდა ვატაროთ ზურგჩანთების სახლამდე. ახლა ავტოპილოტით აღჭურვილი სამაშველო ტაქსი მოვა. შემდეგ კი მაშველები მოვიდნენ და გადაგვარჩინეს. ვერტმფრენიდან ღვეზელებიც კი ჩამოგვიგდეს. თითქმის ისეთივე გემრიელი იყო, როგორებიც შენ გაქვს, დეიდა ნორა. კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეიდა ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ისინი გაერთობიან, ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გავფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ.
ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ჰეიდი, არი ნერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით. მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეიდა ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. ეჯა. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ, ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასტრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ. შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორიკი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მორჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო. ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა, გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. იპოლიტ! არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი?
ყოველთვის ვოცნებობდი რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებია სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ხო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით წავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა. იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან. რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. ტურბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. ბაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ბაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც.
ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ჰო, წინა ჯერზე იქ ყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია. დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი? აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია, ტურბოზავრებო, წინ. სად დავყაროთ? ერთი წუთით სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია. სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია? აი ეს მესმის. მოგწონს? იპოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მივხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. მდინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის. თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ. უფრო ღრმად. იქნება ამოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინვე როგორ ვერ მივხვდი. ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აკეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა, რა სილამაზეა.
დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედა? იპოლიც ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება? ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ იპოლიტ? მოდი ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.